გამარჯობა ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესოქა აფიანიძე გაგაცნობთ. ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს ხდომა კამათით და ხმაურით მიმდინარეობდა პარტიის გენდივნის მტკიცებით ეს მათთვის ჩვეულებრივი პროცესია. პოლიცსაბჭოს ხდომას არ დასწრებია ნაცმოძრაობის ბოლო თავმჯდომარე. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს ცინაბო კუჩავას პროტესტს არ უკავშირდება და მიზეზი მისი თბილისში არ ყოფნა. ხდომაზე გადაწყდა, რომ პარტიის ყრილობა 5 აგვისტოს ჩატარდება. პეტრე ცისკარიშვილი იმედოვნებს, რომ ბოკუჩავა ყრილობას მაინც დაესწრება. ამ პროცესში ცნობილია სააკაშვილის პოზიციაც. მისი რჩეული ნანუკა ჟორჟოლიანია, რომელიც ნაციონალებს შედაპარტიულ რევოლუციას სპირდება. თინა ბოკუჩავამ კი ღიად და არაერთხელ დააფიქსირა, რომ პატიმარ პრეზიდენტზე გააბრაზებულია. სახელმწიფო გუნდისთვის ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესები არასერიოზულია. ხარე დისკუსია და კამათი ჩვენს პოლიცსაბჭოს ხდომებზე მუდმივად არის. ყრილობის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 5 აგვისტო. თინა არ გახლავთ ქალაქში, ყრილობა შესაბამისად იმართება იმ დროს, როდესაც თინა ქალაქში იქნება. ჩვენ ესე ვერ დაუმიზნებთ ყველას, ესე ვთქვათ, ლოჯისტიკურ მიზნებს, გადაადგილებებს, ქალაქში ყოფნა არ ყოფნას. მედი გვაქვს, რომ 5 აგვისტოს ის შემოგვიერთდება. წინა მოსამზადებელ პოლიცსაბჭოზე რომ ვერ დაესწრო, სამწუხაროა, მაგრამ თვითონ გაგცემთ პასუხი. ვისაც აირჩევს თავმჯდომარედ ყრილობა, ან უფრო ფართი არჩევნებით, ის ადამიანი იქნება პასუხისმგებელი პარტიის მომავალ საქმიანობაზე და მას, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში დაერქმევა თავმჯდომარე. ყველაფერი არის ძალიან ნათელი, რომ ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესში. ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ძალა, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური რადიკალური დაჯგუფება, რომლის ერთადერთი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება რაღაც ახალი დაპირისპირების კერები იყოს ხოლმე სახელმწიფოში. ამიტომ საინტერესო ნამდვილად არ არის მოსახლეობისთვის, ერთადერთი ჩვენ ადრეც გვითხოვს, რამდენადაც არის ჩვენ საინტერესო იმედია, რაც შეიძლება მალე მოხდება ამ პოლიტიკური დაჯგუფების გაწევა პოლიტიკური სივრციდან, რაც მხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას. ყოფილი პრეზიდენტის ციფრული ილუზია და ალტერნატიული რეალობა. ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ვარ. მიხეილ სააკაშვილი მის ავატარს ხელოვნურ ინტელექტს აკეთებინებს. საკუთარი ციფრული ანალოგის შექმნა პატიმარმა პრეზიდენტმა სამართლო პროცესზე დაანონსა. თავი ნელსონ მანდელასთანაც გაიგივა და თქვა, რომ მასავით საპატიმროდან პირდაპირ ხელისუფლებაში მოვა. ექს-პრეზიდენტის მორიგი უტოპიური განცხადებები მმართველ გუნდს აფიქრებინებს, რომ პალატიდან საკანში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. სწორედ ამიტომ უმრავლესობის წარმომადგენლები პენტენციურ დაწესებულებას სააკაშვილის ხელახლა გამოკლევისკენ მოუწოდებენ. მიხეილ სააკაშვილმა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზულად რა იქნება, ვერ ხვდები, ადამიანი თუ იგივე იმ აზრს გამოხატავს, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს, რა მნიშვნელობა აქვს, რომ ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ რახან პირადად არ შეუძლია, როგორი გამოხატულება იქნება, წერილი სახით წაიკითხავთ, უფრო ხილული იქნება, არასერიოზულად რატო გახლავთ? მე კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო სახჯელასრულებას, ზოგადად არც პენიტენციურ სამსახურს, რომ აუცილებლად ამ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო კვლევა და გამოიკვეთოს გადასაცემია იგი თუ არა ჯანდაცვის სამინისტროსთვის, ვინაიდან იგი ყოველთვის არაადეკვატური იყო, მაგაზე შევთანხმდეთ, მაგრამ ძალიან დამძიმდა მისი ეს არაადეკვატური მდგომარეობა და ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ ნელსონ მანდელაო და ხან დავით აღმაშენებელიო და არ ვიცი, ხან შეიძლება ხვალ ნაპოლეონ ბონაპარტი ეგონოს თავისთავად და აუცილებლად კვლევა უნდა ჩაუტარდეს და ძალიან სასურველია, რომ ყველაფერი მალე მოხდეს, მისთვისვე იქნება უკეთესი. ნაცმოძრაობის ხარდამჭერები ალბათ ჩანაწერებს აკეთებენ იმისათვის თუ როგორ ქმნის თავის სააკაშვილი, რათა მომავალმა თაობებმა მე არ დაკარგონ აი სააკაშვილის გადაწყვეტილება გაფრენა აფრენის თაობაზე, როდესაც ის მართალია საპყრობილეშია, მაგრამ ამბობს, რომ ამავდროულად გარეთ არის. შიგნითაც არის, გარეთაც არის. მოუნდება იტყვის, რომ დაპატიმრებული ვარ, მოუნდება იტყვის, რომ მე არჩეული ვარ იქ სადღაც ალბათ ან პრეზიდენტად, ან პოლიცსაბჭოს თავმჯდომარედ. საკუთარი ასლის შექმნა უნდა და საკუთარ ასლზეც კი იეჭვიანა და თქვა, რომ ჩემზე უკეთესი იქნებაო, მაგრამ მე ვიქნებიო. აი როგორ პიროვნებაზე გვეუბნებოდა და გვეუბნება ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატია, რომ თურმე უნდა საზოგადოებამ ხმა მისცეს.
თბილისში ახალი საინიციატივო ჯგუფი დაფუძნდა, რომელიც ხელისუფლებისგან საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითხოვს. საუბარია ინიციატივაზე, რომელიც უზრუნველყოფს ეკლესიის ეროვნული გმირების, ქართული ენის ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას. საინიციატივო ჯგუფის წევრები მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავი არიან, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გეგმავენ, ასევე ითხოვენ შეხვედრას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან. თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. თუმცა ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისათვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს. ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ თანხმობას, ეროვნულ ერთობას და სამოქალაქო მშვიდობას. ფაქტია, რომ გარედან მიღებული დავალების შესაბამისად ამ ადამიანებმა მოახერხეს და საქმე ლამის ღია სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანეს. დაპირისპირებამდე ქართველ ერსა და გარედან დაფინანსებულ დესტრუქციულ მართულ ჯგუფებს შორის. თუკი საქმე პროცესების ესკალაციამდე მივა, სწორედ ეს მცირე ჯგუფი აღმოჩნდება ყველაზე მეტად დაზარალებული. რადგან ქართველი ხალხი ქართული იდენტობის და ქართული ღირებულებების გვერდით დგას. ამიტომ იმისთვის, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდეს და არ მივიდეს იმ მდგომარეობამდე, როდესაც ბრძენმა ქართველმა ხალხმაც კი შეიძლება დაკარგოს მოთმინება, აუცილებელია პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმა და არსებული პრობლემების სამართლებრივი მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს იურისტების, სამართლის სპეციალისტების, ისტორიკოსების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლების და სხვა ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში. ქართველი ადამიანი ემოციურია და სენსიტიურია, მით უმეტეს როცა ეხება საქმე თავის ეროვნულ ღირსებას და როცა სიწმინდეებზეა საუბარი და ამიტომ ძალიან ემოციურად რეაგირებს ხოლმე მსგავს შეურაცხყოფაზე და მსგავსი შეურაცხყოფების შემდეგ იღებს ქუჩაში აემ შედეგებს, რაც ბოლო დროს განვითარდა და რომელიც ანდამაინც ასე თუ ისე კარგი შესახედი არ არის. ამიტომ იქნებ მოახერხოთ ფართო საზოგადოების ჩართულობით, პროფესიონალების ჩართულობით, რომ რაღაცა შესაბამისი კანონმდებლობა მიიღოს, ჩაერთოს სახელმწიფო ამაში, რომ მსგავსი კრებები შემდეგში აღარ განმეორდეს. დღევანდელი დღიდან დავიწყებთ ჩვენ კონსულტაციებს საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელთან, იმიტომ რომ ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც თითოეულ ქართველს აწუხებს ჩვენი იდენტობა, მისი შენარჩუნება, მისი დაცვა, გვინდა რომ ეს საკანონმდებლო დონეზე მოხდეს. მივიღოთ ერთად გონივრულად კანონი, რომელიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს და აგვაშორებს იმ საფრთხეებს, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანი უყურებს, რომ რეალურია და ყოველდღიურად ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ ეს ყველაფერი მიდის ძალიან სერიოზულ დაპირისპირებამდე. ახალ ინიციატივას მიესალმებიან საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. ხალხის ზალაში აცხადებენ, რომ ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების მნიშვნელობის საკითხებზე ჯერ კიდევ 2022 წლიდან საუბრობენ. საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრისთვის მზადაა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეც. არჩილ გორდულაძის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში არაერთი ინიციატივა იქცა განონად. ქართული ოცნების გუნდის მიერ არაერთი ინიციატივა გადაიქცა საკანონმდებლო ცვლილებად, რომელიც მიზანიც არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, უსაფრთხოების დაცვა, ქვეყნის ღირებულებების დაცვა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინიციატივა და მისასალმებელია, რომელიც მიმართულია იმ ყველაფრის დასაცავად, რაც საქართველოს აქცევს, რაც ქართულს ქართველად, საქართველოს მოქალაქედ აქცევს. შესაბამისად, ჩვენი გუნდი იმჯერებს აგრესორს აქთან დაკავშირებით
შევეცდებით გავიცნობით რა ინიციატივაა, როგორ ჩამოყალიბდება, რა ფორმას მიიღებს და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე სამსჯელო და დისკუსიის გასამართლად. ამავდროულად, რაც შეეხება ინიციატორების სურვილს პირადად ჩემთან შეხვედრას, რა თქმა უნდა, ჩვენი კარი ყოველთვის ყველასთვის ღიაა, ყველასთვის იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც საქართველოს წარმოადგენს სამშობლოს. ჩვენ ხალხის ძალამ ჯერ კიდევ დავიწყეთ ამ საკითხზე საუბარი ზოგადად 2022 წლიდან, როდესაც ფაქტობრივად მანამდეც არსებობდა გამოწვევა, თუმცა იმის შემდგომ, რაც გლობალიზმის პარტიამ ზეწოლები გააძლიერა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფოზე ზოგადად და პირდაპირ დარტყმები წავიდა რწმენაზე, პატრიარქზე, ეკლესიაზე, ტრადიციებზე, სიწმინდეებზე და ასე შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ყველაფერს ჭირდება დაცვა, მათ შორის კანონმდებლობის დონეზე და აღსრულების დონეზე. ძალიან კარგია ეს ინიციატივა. რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკურ ჯგუფში ხალხის ძალაში გვექნება მსჯელობა, თუ კი ეს ინიციატივა შემოვა ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა მანამდე შემიძლია გითხრათ, რომ რაც უფრო მეტი იქნება არა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე გაწერილი დაცვის მექანიზმები სიწმინდეებთან, ტრადიციებთან დაკავშირებით, მით უფრო დაცული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხარისხი. სამეკის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა. დღეს გამართულ მოსმენაზე ითქვა, რომ 24 ივლისს ქვეყნის ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებული აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან. საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემას კი უნდა ემოქმედა მდგრადობის უზრუნველყოფისთვის და რამდენიმე ფაქტორს არ უნდა დალოდებოდა. შეგახსენებთ 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების აღვარიულად გათიშვის გამო სუსმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. აქვე ხაზგასასმელია, რომ სსმ აღნიშნული რაიმე ტიპის დეტალის წარმოქმნა. მიგოჩნია ჯგუფს, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადაცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რელევური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება. რათა მინიმუმამდე დაეყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნების შესრულებისთვის. მოცემული საკითხი საჭიროებს ორი მიმართულებით კვლევას. პირველი გახდა კავშირის გაწყვეტა აზერბაიჯანთან და მეორე საკითხი საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის უნარობის ნაწილში. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 8 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. გუშინ კი კიდევ 16 დაკავებული საქმეზე ემსჯელა მოსამართლემ. პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალი 2 დღის წინ წარუდგინა. გამოძიების მიხედვით ბრალდებულები მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ორგანიზებას უწევდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს. ასევე დაშინების, კრიმინალური გავლენის და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენებით აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს მართვასა და ორგანიზებაში. მოცემულ სამართ საქმეზე მტკიცებულებები ეფუძნება ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალას. სასამართლომ ბრალდების ხარეს განუსაზღვრა გონიული დრო გამოძიების ჩასატარებლად გამოძიება გრძელდება და ჩატარდება ყოველკვირეული და ობიექტური გამოძიება. ქალბატონს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 10,000 ლარის ოდენობით. ბრალდების ხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იმ მოტივით, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და დანაშაულში ამხილა 2 პიროვნება. 13 კილოგრამზე მეტი მცენარე კანაფი და 7 კილოგრამი მარიხუანა. სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი. გამოძიების მიხედვით ბრალდებულთა ნაწილი სპეციალურად მოწყობილ სადგურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა მინისტრი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია. სულხან თამაზაშვილი დარიალის ხეობაში ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა და სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართულ თანამშრომლებს გაესაუბრა. მინისტრმა ასევე ყაზბეგის რაიონული სამმართველოს, გუდაურის პოლიციის, სახანძრო სამაშველო და დაცვის პოლიციის განყოფილებები დაათვალიერა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემირ დაიზი იქნება. ალან პარსელმა საქართველოს ერთი კვირის წინ დატოვა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით ემირ დაიზს სხვადასხვა დროს ეკავა სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს პოლიტიკის ოფისის დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ასევე იყო ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ქაბულში. მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს შიდა პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში თბილისში. საქართველოსა და აიბერტს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის. დოკუმენტს ხელი მოეწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში. პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სების რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას. მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენი ფინანსური სისტემის სტაბილურობას. ეს პროექტი მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბანკებისთვის და მათი საიმედოობის დონეს ზრდის. ამ პროექტში მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის ხარდაჭერა. ჩვენი გუნდი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მუშაობდა რეზოლუციის ჩარჩოზე და ის ერთ-ერთი სამაგალითოა, მე შეიძლება ვთქვა, რომ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც კი. საქართველოს და საქართველოს ეროვნული ბანკი განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე აქტიურად მუშაობს საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს შექმნაზე და შესაბამის ინსტრუმენტების დანერგვაზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო რესურსი რეზოლუციის ჩარჩოსთვის, რაც წარმოადგენს ერთგვარ დაზღვევას საჭიროებისამებრ გამოსაყენებლად. ჩვენ მქონდა შესაძლებლობა ხელი მოგვეწერა საბანკო რეზოლუციის პროექტზე. ეს მცირე 35 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებაა, მაგრამ თავისი არსით დიდ საქმეს აკეთებს, რადგან საქართველოს საფინანსო სექტორის მედეგობას უზრუნველყოფს. ამ პროექტით გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რომ ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესში. საქართველოს მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცდა, რომელიც 2026-2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედება. მოდელი, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა, ორ ძირითად კომპონენტს, საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებელ დაფინანსებას მოიცავს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარი მიზანი უმაღლესი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდა. დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პირველი ეტაპისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 42 მილიონი ლარი გამოიყო და 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მილიონ ლარს მიაღწევს. რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ქვაბისხევში გაიმართა. რეინჯერებს პროფესიული დღე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე მიულოცეს. ტრადიციულად ღონისძიების ფარგლებში სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის და პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ რეინჯერები, რომლებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს ტრაგიკულად დაღუპული რეინჯერების ხსოვნას. თანამედროვე ტექნოლოგიებით საქართველოს ბიომრავალფეროვნება უნიკალური არის, ამას განსაკუთრებული დაცვა ჭირდება, განსაკუთრებული მოფრთხილება ჭირდება. ზუსტად ამიტომ იქნება დაცული ტერიტორიები ქვეყანაში და ამ დაცულ ტერიტორიებს რა თქმა უნდა ჭირდება შესაბამისი მოვლა, რომელსაც უზრუნველყოფენ ჩვენი რეინჯერები. პირველ რიგში მინდა მიულოცო მათ რეინჯერებს საერთაშორისო დღე, უსურვო ზუსტად ისეთივე ენთუზიაზმით და შემართებით ყოფნა, როგორც აქამდე იცავდნენ თავის სამშობლოს ამ უნიკალურ ნაწილს. ყველა რეინჯერს მიულოცავთ თავის პროფესიულ დღეს, უსურვებთ წარმატებას, წინსვლას პროფესიულ კარიერაში და ყველაფერს საუკეთესოს. გვაერთიანებს ჩვენ რეინჯერებს ბუნების სიყვარული, რაც ერთმანეთის გვერდში დგომას გვიადვილებს. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას სამომავლო ხედვა, გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. სტრატეგიული დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო აქცენტები იყო გაკეთებული და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის
პერსპექტიულობიდან გამომდინარე საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება მუნიციპალიტეტის განვითარების მიმართულებით. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოსახლეობა ამ დოკუმენტის განხილვაში აქტიურად ჩაერთო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვინაიდან თითოეული მოქალაქის ჩართულობით. სწორედ მათი საჭიროებიდან გამომდინარე უნდა დაიგეგმოს ჩვენი ყველა სამომავლო პროექტი. წარადგენთ სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია და საჯარო განხილვა, სადაც წარმოადგენთ რომ რა ხედვები გვაქვს ჩვენს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რა ხედვები აქვს, რა მიმართულებით გვაქვს ხედვები და განსაკუთრებული ყურადღება და მიმართულება გვაქვს ჩვენ არჩეული ეს არის ინფრასტრუქტურის სრულყოფა მუნიციპალიტეტში, შემდეგ განათლება, ვაქცევთ დიდ ყურადღებას და ტურიზმის განვითარებას. ახმეტის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს ხადორობა 2026 აღნიშნავენ. ღონისძიებებს შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად ესწრება. დეპუტატებმა დაათვალიერეს ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები. ასევე მოინახულეს ხადორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. შალვა პაპუაშვილი სოფელ დუისის, მატანის და პანკისის ხეობის მოსახლეობასაც შეხვდა. მიხარია რომ მუნიციპალიტეტი ასე აქტიური არის ხალხური მუსიკის მხარდაჭერაში და ბავშვები ასე ჩართული არიან ხალხურ შემოქმედებაში. ეს არის ის, რაც ადამიანს აყალიბებს თავიდანვე, აყვარებს თავის სამშობლოს ყველა განზომილებაში. ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ აიწყება ჩვენი ოჯახიდან. ეს არის ის განზომილება, რომლითაც შევიცნობ ჩვენ სამშობლოს. შემდეგ იწყება ჩვენი სანათესაო სამეგობრო წრით, რომლითაც შევიცნობთ იმას, თუ რას ნიშნავს ურთიერთობა ოჯახის მიღმა. შემდეგ გრძელდება ეს ჩვენი კუთხით, ასეთი მშვენიერი ხეობებით, ოდესაც ხვდებით უკვე თუ რა ბუნების შვილები ვართ და რა სამყაროა ჩვენს გარშემო და შემდეგ ეს ყველაფერი გვირგვინდება ჩვენი ქვეყნით და ქვეყნის მიმართ სიყვარულით. და ეს ყოველი ეტაპი ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა და მიხარია რომ ასეთი დღესასწაულები აღორძინებულია. ინგლისში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. მედიის ინფორმაციით ცეცხლის საფულკის საგრაფოში საეზუელის ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით გავრცელდა და ობიექტს 4 კილომეტრის რადიუსზე მიუახლოვდა. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია გზები, მოსახლეობას კი მოუწოდებენ დახურონ ფანჯრები და დაიცვან საგანგებო სამსახურების მითითებები. რუსეთის ძალებმა ღამით უკრაინის რეგიონები დაბომბეს. სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა კიევი, ლვივი და კრივი რიგი. თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის არიან ბავშვები. კიევში დაზიანდა საცხოვრებელი და კომერციული ობიექტები. ლვივში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი, სკოლა და საბავშვო ბაღები. პარალელურად საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც. უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის პენზის ოლქსა და უდმურტიაში მდებარე ლოგისტიკურ ობიექტებზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად რამდენიმე საწყობში მასშტაბური ხანძარია. სომხეთში ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი იწყება. მოქმედი მინისტრთა კაბინეტი გადადგომისთვის ემზადება. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ არსებული შემადგენლობით ბოლოს ხდომა გამართა. მედია წერს, რომ გადადგომა სომხეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის ნაწილია და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას უკავშირდება. პროცედურის მიხედვით ამის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად იმ კანდიდატს დანიშნავს, რომელსაც პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ მოქმედი მთავრობის რამდენიმე წევრის საქმიანობას პარლამენტის დეპუტატის რანგში გააგრძელებს. ეს ჩვენი მთავრობის ამ შემადგენლობით ჩატარებული ბოლო რიგითის ხდომა. მეცხრე მოწვევის ეროვნული კრების ფორმირების გამო კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად კვირას მთავრობა გადადგომის შესახებ განაცხადებს. ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად დანიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს. შესაბამისად ამ შემადგენლობით ჩვენ დღეს უკანასკნელად ვიკრიბებით. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა დამსწრეს ამ პერიოდის განმავლობაში გაწეული შრომისა და საქმიანობისთვის. იმ შედეგებზე, რომლებიც ჩვენი მუშაობის შედეგად მივიღეთ. უკვე ვისაუბრეთ და ამ თემაზე საუბრის შესაძლებლობა მომავალშიც გვექნება. კურიერი 6-ზე ამით დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gr და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვერთით rustavi2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.